საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პლასტიკის გამოწვევა საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში არის ერთი როგორც არჩევნების ნაწილი, მეორე როგორც ჯანმრთელობასთან ჯანმრთელობის საკითხში, აქედან გამომდინარე პოლიტიკური ხედვა და გადაწყვეტილება მიღებული არის ხელისუფლების მიერ, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული პლასტიკის ნარჩენი გარემოში და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზუსტად ამიტომ იყო მიღებული ის გეგმა, რომლით მიხედვითაც მიღებული იყო გადაწყვეტილებები, მოგეხსენებათ, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგად მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები კერძო სექტორთან, ბიზნესთან და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ბიზნესი საქართველოში არის გამორჩეულად მაღალი პასუხისმგებლობით გარემოსთან და ჯანმრთელობასთან მიმართებით. ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითონ გადაწყვეტილებასთან მიმართებით იყო აბსოლუტურად ერთსულოვანი, ითხოვეს დრო ამასთან მიმართებით, კონკრეტული მექანიზმების და ინსტრუმენტების შემუშავებაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და ეს გადაწყვეტილებაც ბიზნესთან აქტიურ კონსულტაციებს ეფუძნებოდა.